მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ძალიან დიდი ხანია არ ვისაუბრე ამ თემაზე და მოდი დღეს ვისაუბროთ ვინ არის დოდონა. საიდან მოვიდა დოდონა და საერთოდ რა უნდა დოდონას. ძალიან დიდი ხანია მეკითხებით, ძალიან ბევრი ახალი გამომწერი მყავხართ და ძალიან დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებით აინტერესებთ ხოლმე Facebook-ზე, სადაც ბევრად მეტი გამომწერი მყავს. ხო და ყველას ყველაფერს გიპასუხებთ, რაც ძალიან გაინტერესებთ. მე ყველა კითხვაზე პირად ვიცი თქვენი, ამიტომ თან მოვამზადოთ დოდონა იმისათვის, რომ გადავიღოთ ვიდეო და თან ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. თმა როგორც ხედავთ, ფაქტობრივად დაწყებულია დოდონასთვის, თუმცა სხვა რაღაცებიც საჭიროა. მოკლედ, დოდონა შეიქმნა რამდენიმე წლის წინ. იდეა დაიწყო კოვიდის პერიოდში. აი კოვიდი რო ფეხს იკიდებდა იმ პერიოდებში დაიწყო და ძალიან მალე უკვე დოდონა ძალიან ღია იყო, უკვე ძალიან კარგად ვიცოდი ვინ იყო, რა უნდოდა, ძალიან კარგი ჩამოყალიბებული პერსონაჟით წავსდექი ჩემი მაყურებლის წინაშე. ახლა ძალიან მომზადებული ვიყავი, მართალია ძალიან ბევრი რამ მომიწია რომ მესწავლა დოდონასათვის, ამ საკუთარ თავისათვის, თუმცა იყო იმდენად ორგანული და იმდენად ღია, რომ ვერ ვიტყვი რომ რაღაცები ძალიან გამიჭირდა. სულ სწავლობ, აი ყოველთვის მუდმივ რეჟიმში ვარ რაღაცნაირად, რომ დოდონას რაღაცა ფერები ვუცვალო ხოლმე, არ იყოს მოსაბეზრებელი. ხანდახან რა თქმა უნდა არის ხოლმე მოსაბეზრებელი რაღაც მომენტში, მაგრამ ძალიან მარტივად მე ვიწყებ ხოლმე რაღაცებზე გადალაგებას. რა თქმა უნდა არა პერსონაჟის შეცვლას, უბრალოდ რაღაცა თვისებების თუ მანერების თუ რაღაცების შეცვლას. თუმცა ძირი რაც აქვს რეალურად და რაზეც დგას დოდონა, იმას ვერ შეცვლი, იმიტომ რომ მაშინ დოდონა აღარ იქნება. პროტოტიპს მეკითხებიან ხოლმე ხშირად და არავინ არ არის ასეთი ადამიანი, ვინც შეიძლება ვთქვა, რომ ეს არის დოდონა. არავინ, დოდონა ვარ მე თავიდან ბოლომდე. იქნა გამომდინარე, მე ვარ მსახიობი, მე რეალურად ვქია გვანცა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მეძახის დოდონას და უკვე გვანცას ისე ვიღებ ხოლმე, თითქოს ვიღაცა სხვას ეძახიან, იმიტომ დოდონაზე ვარ მიჩვეული და ძალიან დიდი მადლობა ვის დოდონაც მომმართავ, ძალიან მომწონს, მინდა გითხრათ. და აი ამ გვანცაში არსებობს ძალიან ბევრი პერსონაჟი. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მსახიობი და მთელი ჩემი ცხოვრება, რაც რა ვიცი, თავი მახსოვს სცენაზე ვიდექი, ძალიან ბევრი პერსონაჟი მყავს შიგნით და აი ყოველთვის ვახარ ხოლმე ძიებაში და ყოველთვის რაღაცა გამოგონილ პერსონაჟებში ვცხოვრობ ხოლმე. რაღაცა ჩემთვის სიუჟეტებს ვიგონებდი და ვიგონებ და ალბათ ეს არის დოდონა, ყველა ერთად აღებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ერთ პერსონაჟში, ერთ ქალბატონში, რომელსაც აქვს უამრავი მიმიკა, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას არის მოდებული და მიდებული, ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს საერთოს, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უი, რაღაცა ჩემს ისტორიას გავს თქვენი რაღაც მონათხრობი, უი, იცი რა, მე მეგონა ჩემ თავს უსმედი, მე მეგონა ჩემ მიმიკებს, ხვდებით, ძალიან ბევრი ადამიანი. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურ ისტორიებზე დგას დოდონა. კონკრეტულად ვინმეს ისტორიაზე კი არ დგას, უბრალოდ რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში და რაც შეიძლება ადამიანებმა ჩავიდინოთ რაღაცა ისტორიები მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, ამ ყველაფერს ყვება, თორე კონკრეტულად აი იმ ვიღაცის ისტორიაზე არ არის აგებული დოდონა, ეს შეუძლებელია. ამ ერთი ისტორიით ვერ ივლი წინ. ძალიან ბევრი ისტორიაა, რასაც ვიქონებ ყოველდღიურად ძალიან ბევრი და ხანდახან მაქვს ხოლმე მომენტები, რომ ვიხლები. იმდენად ვიღლები ხოლმე, რომ აი რაღაცა რესტარტი მჭირდება, რომ მე თავიდან დავიქოქო და ყველაფერი თავიდან დავიწყო ხოლმე. ძალიან უყვარს დოდონას რაღაცა მეიქაპი და რაღაცების კეთება, ოღონდ არ იცის. ძალიან მინდოდა, რომ დოდონა ყოფილა განსხვავებული. არ დაგიმალავთ, რაღაც პერიოდი ძალიან გაუჭირდა აუდიტორიას მიღებას ვინ არიან, ვერ მიხვდნენ. მეკითხებოდნენ, რომ აი ეს გოგო, ვინც ყავს ეს ქალბატონი, კომედი შოუდან აიღე, არა იქ არ იყო ესეთი, აი აქედან აიღე, იმ შოუდან აიღე, ანუ ვის პროტოტიპს აკეთებ, არავის.
დოდონა არის ყველასი, ყველასთვის და ყველასთან აბსოლუტურად. ყველას ყავს ოჯახში თუ არა, სამეგობროში, სანათესაოში, სამეზობლოში, სანაცნობოში ერთი დოდონა ყველას ყავს. ჩვენ ყველას გაგვიგია მსგავსი ადამიანი, ჩვენს ირგვლივ ვიღაცები, შესაძლოა არ ვიცნობდეთ, მაგრამ გაგვიგია. არ არსებობს რაღაც ისტორიაში ვიღაცამ საკუთარი თავი არ დაინახოს. იმიტომ რომ რეალურ ისტორიებზე დგას დოდონა და რეალურ რაც კი ხდება ჩვენ სამყაროში, ყველაფერს განიხილავს. მეკითხებიან ხოლმე არის თუ არა დოდონა ბედნიერი. ანუ როგორია? სხვათაშორის ნანუკა მითხრა, კითხვა დამისვა, როცა სიუჟეტს ვაკეთებდით, რომ დოდონა ბედნიერიაო და ხო, ახლა უფრო უკეთესად ვუპასუხებ. დოდონა არის ადამიანი, რომელიც არის ტრაგიკომედიური რა. რეალურად დოდონას პერსონაჟი არის ტრაგიკომედია. არ არის არც კომედია, არ არის არც დრამა, არის ტრაგიკომედია. დოდონას ცხოვრება მე რასაც ვუყურებ, რასაც ვუსმენ და რაც შევქმენი, ხო? ნახეთ როგორ არის, როცა ადამიანს ცალია ყველაფრისთვის, ყველა ადამიანისათვის, ყველას ისტორიებისათვის, ყველასათვის ცალია, ანუ ყველას ცხოვრებაშია, ჩახედული განიხილავს პოლიტიკას, მოდას, ყველაფერს განიხილავს. ანუ ყველაფერზე აქვს თავისი აზრი, ყველაფერთვის ცალია, ყველასათვის ცალია. ასეთი ადამიანი არ მგონია, რომ ძალიან ბედნიერი იყოს, ანუ როცა ყოველთვის ყველას ცხოვრებას განიხილავ, ოღონდ ამბობს, მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ ყველა ცხოვრებაში ირევა. არ ვიცი, თქვენი აზრით არის ბედნიერი? აი მე როგორც გვანცა, ასეთი ადამიანი რო გამეგო ვიღაც, ვიტყოდი რომ თუ სულ ასე ყოველთვის გაინტერესებს სხვისი აზრი, არ მგონია რომ ძალიან ბედნიერი იყო. ანუ შენი ცხოვრება არ გაქვს, თუ გაქვს შენი ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობ, ამდენ დროს სხვის ცხოვრებას ვერ დაუთმობ, ხო და ტრაგიკომედიური პერსონაჟია ჩემი უსაყვარლესი დოდონა, რომელიც ისე მიყვარს, აი ვერც კი წარმოგიდგენიათ ალბათ როგორ შეიძლება ვიღაც პერსონაჟი ასე ძალიან გიყვარდეს. ორი ჰეითია, ძალიან. აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არ ვიცი რა მოხდა, რაღაცა დაცხა ეთყობა თუ რა ხდება, მაგრამ ძალიან დიდი და ანუ რას გიშლით? აი ეს ვიღაც რას გიშლით? ერთი ადამიანი, აი ჩათვალეთ, თქვენს ირგვლივ არსებობს ნამდვილად ეს ადამიანი, რომელიც მართლა არსებობს ასეთი ადამიანი. ასეთი ადამიანები არსებობენ, ადამიანი კი არა. რომელსაც აქვს არსებობის უფლება. არავის არ უშლის, თავისთვის ლაპარაკობს, განიხილავს, აი რატომ და გეზისხებოდეს, ხო? ძალიან ვერ ვიგებ ხოლმე. ძალიან ბევრს გონია, რომ მე ვარ, ნამდვილად მე ვარ ის, ვინც სახეს მანჭავს. და ძალიან ვლანძღავენ ხოლმე. აი ქალო მეტი საქმე არ გაქვს, არ მაქვს. მე მეტი საქმე არ მაქვს, მე ვარ მსახიობი, მე ვქმნი პერსონაჟებს. დოდონა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რაც ალბათ ჩემს სიცოცხლეში მითამაშია როლები, იმიტომ რომ ის თავიდან ბოლომდე მე შევქმენი. დოდონას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, დოდონა არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი. თავიდან გაუჭირდა კიდეც თქვი აუდიტორიას მიღება, იმიტომ რომ ცოტა განსხვავებული იყო დოდონა და ვერ გაიგეს, ანუ დოდონა ვერ გაიგეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მლანძღავდნენ, ახლა ჩემი ძალიან ისეთი გულშემატკივრები არიან, იმიტომ რომ ერთ ვიდეოს მოусმეს ორ-სამს და მიხვდნენ, რომ ხო, რაღაც საინტერესო იყო. აი უთქვამთ, შენ თუ მსახიობი ხარ, რატო არ გახარ სცენაზე და ასე შემდეგ. მსახიობი ვარ და საიდანაც მინდა იქიდან მივაწვდენ ადამიანებს ხმას, თუნდაც ეკრანიდან. განსაკუთრებით ვილანძღები ხოლმე, როცა რძალდედამთილებს თემას ვეხები. მანდ უკვე აუდიტორის მოტოყვა ძალიან რთული. ბევრად მეტი აუდიტორია უნდა მყავდეს, რომ არა ის ადამიანები, ვინც არეპორტებდნენ დოდონას ბლოგს და ძალიან გთხოვთ რა, უბრალოდ ნუ არეპორტებ და ნუ გინდათ ამ გვერდის გაუქმება ხალხო. ძალიან დიდ შრომას ვდებ და თუ არ გინდა, უბრალოდ არ მიყურო. მარტივია. დოდონა ვარ მე, დოდონა ხარ შენ, დოდონა არის, დოდონა ყველაში და დოდონა არის ყველგან. დაფიქრდი, რამდენ ისტორიაში გეცნო საკუთარი თავი, საკუთარი ახლობელი, საკუთარი ნაცნობი. ბაი. ესეც მაქვს. მე ყველაფერი მაქვს. მხოლოდ შევიცვალო ჟესტიკულაცია, მიმიკები. ცოცხალ ადამიანს ხომ არ მოვკლავ. დოდონა ცოცხალია.